ხამზატ ჩიმაევი ირიპრო ხასკას წინააღმდეგ light heavyweight-ის ქამრისთვის. მოკლედ ინფორმაცია მგაჟონა, რომ ხამზატი ტოვებს თავის middleweight-ის ქამარს ვაკანტურად, ადის ერთი წონით მაღლა და იქ ის დაუპირისპირდება ირის და შეეცდება მოიპოვოს light heavyweight-ის ქამარი. საინტერესო ისაა, რომ light heavyweight-ის ჩემპიონი ახლა პერეირაა და ის ვაკანტურს ხდის ქამარს და ის heavyweight-ში ადის. ანუ რა გამოდის, რომ ვაფშე ყველაფერი ირევა. მოკლედ ჯერ ოფიციალური არაფერია, მაგრამ ძალიან ბევრი ჭორები დადის და ხამზატიც რაღაც მინიშნებებს აკეთებს. ეს ბრძოლა იქნება UFC 327-ის main event-ით 11 აპრილს, მეორე დაპირისპირება ქამარზე, რომელიც იქნება ეს იქნება Khomeini Tyra 1-ის წინააღმდეგ. სულ რამდენიმე დღის წინ არც main და არც Khomeini არ ვიცოდით მაგ კარდის და ეხლა უცებ ბენგერები დაემატა. ესე იგი ხამზატი თუ middleweight-ის ქამარს ვაკანტურს ხდის, ზუსტად ამ ქამრისთვის Strickland-სა და Hernandez შორის გამარჯვებული დაუპირისპირდება იმაულს. ხო, პერეირას რაც შეეხება ის heavyweight-ში ავა და იქ ვისე ჭყუება კაცმა არ იცის. ასპინალი უეჭველი არა, ასპინალი ჯერ ვერ ჭყუპობს. ალბათ უფრო განე ან ჯონსი ამ ორ შორის. რას ფიქრობთ თქვენ?